ყველაფრის სამკურნალოდ, ანუ ამაში იგულისხმება ყველანაირი დაავადება, რომელიც დღეს არის გავრცელებული და მათ შორის ისეთი დაავადებები, რომლებიც ძალიან მარტივად ხელშესახები არ არის, მაგალითად ასეთი არის ნევროზი, ხო? და ისეთი ძალიან აქტუალურია ახლა ფოთვები, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და ცოტა რთული სამართავი პროცესია, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ფსიქიკასთან არის კავშირში და მაგალითად ხელი მტკივა და ესე რაღაცა წავისვიდო ვიმკურნალი ან მალე შემიხორც და სამწუხაროდ არ არის ასეთი პროცესი. არ ვიცი ხა მე რამდენად კავშირშია რეალურად ეს COVID-თან, თუმცა პანდემიის შემდეგ ძალიან არის მომატებული ფოთვები, უძილობა, ნევროზი, დეპრესია და ასე შემდეგ. აი ეს კონკრეტული პრაქტიკა, სუჯოქთერაპია, რომ გითხრათ, ამ მიმართულებით როგორ მუშაობს? 80% ჩემი პაციენტების მოდის ნევროზის პრობლემით. და სუჯოქთერაპია, ასე ვთქვათ, თერაპია მუშაობს შესანიშნავად ამ მიმართულებით. ესე იგი, კონკრეტულად ეს კი მოდიან დავუშვათ, ეს კი აკატებულ მდგომარეობათა ნევროზით, მოდიან შიშებით, მოდიან, ასე ვთქვათ, ქრონიკული სევდით, დეპრესიით. უძილობით. და ასე შემდეგ. სუჯოქთერაპია იძლევა საშუალებას ძალიან სწრაფად ასე ვთქვათ, მივანიჭოთ ესეთ ადამიანებს შვება და ჯანმრთელობის განცდა და გარდა ამისა ფსიქიკური სტაბილურობის განცდა. აი მე ერთ-ერთი ასეთი ის არის ანტისტრეს ვეძახი ამ იმას რა ქვია რა რეცეპტი ქვია დაუშვათ როდესაც რამოდენიმე ნემსით აკეთებ ასე ვთქვათ კონკრეტულ იმას რა ქვია მიზანს როდესაც ახორციელებ ნემსით სუჯოქთერაპია იძლევა საშუალებას გავაძლიეროთ სიხარული ერთდროულად ეს 4 ნემსით მუშაობ ხოლმე ამაზე დავაკლოთ სევდა დავაკლოთ შიში და დავაკლოთ აგრესია ან დავაკლოთ მღელვარება, გააჩნია დავუშვათ რა, ესე იგი თუ დავუშვათ აგრესიული ადამიანი შეგვიძლია და გონია რომ ეს მისი ბუნება ასეთია და ასეთი ხასიათი აქვს. ხო, ცოტა ტემპერამენტია. ეს სინამდვილეში მისი დაავადება გესმით. როდესაც აგრესიას დააკლებ, ის დამშვიდდება და შეიცვლის წარმოქმნას საკუთარ თავზე, რომ არც ისეთი აგრესიულია.